Good morning, everybody. We have a very extensive. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ ღაზაში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების გამო ევროკავშირმა შესაძლოა შეაჩეროს პარტნიორობა ისრაელთან. კალასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი ივლისში დამატებითი ზომების თაობაზე იმსჯელებს, თუ ისრაელი არ გამოასწორებს იქ არსებულ ვითარებას. ანგარიში ყოველთვის ნათელია. აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ვითარება. ისრაელი არღვევს მეორე მოხს, ჩვენი მიზანი არა ისრაელის დასჯა, არამედ ღაზის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. რამდენიმე დღის წინ კალასმა ბლოკის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროკავშირის ისრაელთან ასოცირების შეთანხმების 8 გვერდიანი ანგარიში წარუდგინა. მასში დეტალურადაა აღწერილი, რომ ისრაელი არღვევს შეთანხმების პუნქტს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებას ითვალისწინებს. კერძოდ, ისრაელი ბლოკავს ჰუმანიტარულ დახმარებას, მიაქვს იერიში საავადმყოფოებზე და პალესტინელებს იძულებით ასახლებს ტერიტორიიდან. ანგარიში წარადგინეს რეგიონული დაძაბულობის გამწვავების ფონზე, როდესაც ისრაელმა ომი გააფართოვა ახალ ფრონტზე ირანთან. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირს მისწერა წერილი, სადაც კრიტიკულად შეაფასა ანგარიში და დასძინა, რომ მას მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს, შესაბამისად არ უნდა გამოიყენონ მომავალი ქმედებების საფუძვლად. თუ ვითარება არ გაუმჯობესდება, კალას შეუძლია განიხილოს შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის შეთანხმების შეჩერება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას.